ნარკოტიკი ყოველთვის უცებ არ ჩნდება, თუმცა მოხმარებისთვის დამახასიათებელი ნიშნების შემჩნევა თავიდანვე შეგიძლიათ. თუ გსურთ შეამოწმოთ, მოიხმარს თუ არა თქვენი ოჯახის წევრი ნარკოტიკს, შემდეგ ნიშნებს უნდა დააკვირდეთ. პირველი, ქცევის მკვეთრი ცვლილება. თუ კი აქამდე გახსნილი ადამიანი უცბად ხდება ჩაკეტილი, ავლენს მუდმივ გაღიზიანებას და იწყებს მისთვის უჩვეულო ტყვილების თქმას. მეორე, ძილის რეჟიმის უცაბედი დარღვევა. მისთვის უჩვეულოდ იწყებს დღისით დაძინებას, ღამე კი ფხიზლობს და ავლენს მუდმივ გადაღლილობას. მესამე, ახალი, თქვენთვის უცხო სანაცნობო წრე, მალავს ვისთან მეგობრობს და სად დადის. მეოთხე, მისთვის უჩვეულოდ ხშირად იწყებს თქვენთვის ფულის თხოვნას. ატყობთ, რომ სახლიდან ძვირფასი ნივთები ქრება. მეხუთე, ფიზიკური ნიშნები. ამჩნევთ ჩაწითლებულ თვალებს, გუგების უცნაურ ცვლილებას და წონის სწრაფად კლებას. მეექვსე, ინტერესების დაკარგვა. უცბად ივიწყებს ძველ ინტერესებს, ჰობის, წყვეს ოჯახთან დროის ტარებას და იწყებს მისთვის ჩვეული გარემოსგან გაუცხოვებას. ცხადია, ცალკე აღებული ერთი ნიშანი არაფერს ნიშნავს და შეიძლება სხვადასხვა ცხოვრებისეულ გამოწვევასთან ან პიროვნების თავისებურებასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა რამოდენიმე ნიშანი ერთად უკვე სერიოზული სიგნალია, რომ თქვენი ნაცნობის თუ ოჯახის წევრის აქტივობებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. რა უნდა გააკეთოს მშობელმა ან ახლობელმა? ნუ დაიწყებთ ბრალდებით და პანიკით. სადეთ მშვიდი, გულწრფელი საუბარი. აჩვენეთ, რომ გსურთ დახმარება და არა მხილება. ხოლო საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. ზოგჯერ ერთი სწორი საუბარიც კი შეიძლება მომხმარებლისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს და მას მძიმე დაავადების თავიდან არიდებაში დაეხმაროს. ამიტომ დაგვეხმარე ფედერალისტებს ამ კამპანიის გავრცელებაში. გააზიარე ვიდეო.